ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი. ნაწილი მეორე. დავითის გამეფებიდან მესამე წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ დიდი თურქობის დამღის ქვეშ იყო, რეგიონში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა. 1092 წელს სელჩუკთა იმპერიის ძლევამოსილი სულთანი მელიქ შაჰი გარდაიცვალა. ამ მოვლენამ საფუძველი შეურღია იმ ძლიერებას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში მთელი რეგიონი ემორჩილებოდა. სისხლითა და მახვილით შეკრული იმპერია, რომელიც შორეული ავღანეთიდან ანატოლიამდე იყო გადაჭიმული სულთნის ვაჟებს შორის ბრძოლის ველად იქცა. იმპერიის შიგნით გაჩაღებული ომების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს ტერიტორიებზე მარბიელი ლაშქრობების სიხშირე და მასშტაბი. მაგრამ გარე საფრთხის შესუსტება სახელმწიფოს გაძლიერებას არ ნიშნავდა. წლების განმავლობაში არაერთი დიდგვაროვანი სელჩუკთა მხარდამჭერით დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. ისინი არ ემორჩილებოდნენ მეფის განკარგულებებს და ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებდნენ. ამ პირობებში სამეფო კარი უზარმაზარ სამხედრო და ეკონომიკურ რესურსს კარგავდა. თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ საერისთავოთა მასშტაბს, რომლებიც მეფის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ, მიხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანი პოტენციალი რჩებოდა მეფის ხელისუფლების მიღმა. ათასობით მეომარი, დიდარი სამეურნეო ტერიტორიები, სტრატეგიული ციხეები, ყველაფერი ის, რაც ერთიან ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც თურქ-სელჩუკთა იმპერია ქაოსმა მოიცვა, 19 წლის დავითმა მდგომარეობა ზუსტად შეაფასა. ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენა და წამოიწყო მიზანმიმართული, თანმიმდევრული და უკომპრომისო ბრძოლა მოღალატე დიდგვაროვნების წინააღმდეგ. ასეთ ფეოდალებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს. ბაღვაშები საუკუნეების განმავლობაში ყველაზე გავლენიან ფეოდალურ სახელს წარმოადგენდნენ. ისინი ფორმალურად აღიარებდნენ ბაგრატიონთა ლეგიტიმურობას, თუმცა რეალურად მუდმივად ცდილობდნენ სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას და დამოუკიდებელი პოზიციის შენარჩუნებას. ბაგრატ მესამეს, ბაგრატ მეოთხეს და გიორგი მეორეს მმართველობისას ბაღვაშები არაერთხელ გამოდგნენ ოპოზიციურ ძალად. შეიძლება ითქვას, რომ მე-11 საუკუნის განმავლობაში ბაგრატიონთა მთავარი შიდა მოწინააღმდეგე სწორედ ეს საგვარეულო იყო. ამ პოლიტიკური ბრძოლებისას ისინი ხან ბიზანტიის, ხან კი სელჩუკთა მხარდაჭერას ეყრდნობოდნენ. მეფე დავითმა და მისმა ერთგულმა გარემოცვამ თანმიმდევრობით შეუდგა მეფის ძალაუფლების აღდგენას და ეტაპობრივად შეავიწროვა ურჩი ფეოდალები. ეს პოლიტიკა, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა კლდეკარის მმართველისთვის და 1093 წელს ღიად გაემეჯნა სამეფო ხელისუფლებას. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მეფის ერთგულმა ძალებმა დაასწრეს ლიპარიტს. ის შეიპყრეს და ქუთაისში სამეფო ხელისუფლებას მიჰგვარეს. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ ბაღვაშმა დანაშაული მოინანია და პირობა დადო, რომ სამუდამოდ მეფის ერთგული იქნებოდა. დავითმა მას მიუტევა, გაათავისუფლა და პირვანდელი ტიტულით შეუნარჩუნა. ისტორია გვიჩვენებს, რომ მიმტევებლობა ხშირად მეფის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. გიორგი მეორის დროსაც ზედმეტმა შემწყნარებლობამ არაერთხელ შეასუსტა სამეფო ხელისუფლება. ასეც მოხდა. გათავისუფლებისთანავე ლიპარიტმა კვლავ დაიწყო სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება. მაგრამ დავითი ყველა წინამორბედისაგან არსებითად განსხვავებული მეფე და პიროვნება იყო. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დასახული მიზნის თანმიმდევრული გამტარებელი გამოდგა. ლიპარიტის გათავისუფლებისთანავე მისი ყოველი ნაბიჯი სამეფო კარისთვის ცნობილი იყო. ხელმეორე ღალატის შემდეგ დავითის ერთგულმა რაზმმა ერისთავი უმალ შეიპყრო და დაახლოებით 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ მეფის განკარგულებით იგი სამუდამოდ გააძევეს ქვეყნიდან და მთელი ქონება ჩამოართვეს. რაც შეეხება კლდეკარის ძლიერ საერისთავოს, მისი საბოლოო ანექსია რამდენიმე წელიწადში მოხდა.
ლიპარიტის ვაჟის დაღუპვის შემდეგ სამფლობელო უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. შედეგად საქართველოს სამხედრო ძლიერება ისევე როგორც ეკონომიკური შემოსავალი ერთი-ორად გაიზარდა. ბაღვაშთა მსგავსად იგივე ბედი ეწია სხვა ურჩსაგვარეულოებსაც. მათი სამფლობელოები ან ბაგრატიონთა სახლს შემოუერთდა, ან ერთგულ ერისთავებზე გადანაწილდა. საინტერესოა, რომ დავითი ურჩფეოდალებს ხშირად უსისხლოდ და ფართო მასშტაბიანი ბრძოლის გარეშე იცილებდა თავიდან. ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, სწორედ ამ წლებში უნდა ჩამოყალიბებულიყო მეფის მიერ შექმნილი კარგად ორგანიზებული სამეთვალყურეო სისტემა, რომელსაც მსტოვართა ინსტიტუტს უწოდებენ. წყაროების მიხედვით, დავითი სრულად ფლობდა ინფორმაციას სამეფოს ყველა კუთხეში მიმდინარე პროცესებზე, სასახლეში, ლაშქარში, დიდგვაროვანთა კერებში თუ სამონასტრო ცენტრებში. ასეთი ზედამხედველობით მოწყობილი სტრუქტურა მნიშვნელოვნად ზღუდავდა ფეოდალური აჯანყებებისა და შეთქმულებების შესაძლებლობას. მეფე დროულად იგებდა საფრთხის შესახებ და წინასწარ ანეიტრალებდა მას. ამ სისტემის ერთ-ერთ დამახასიათებელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ლიპარიტ ბაღვაშის ორგზის შეპყრობა. მეფის მსტოვრები მოქმედებდნენ როგორც სამეფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. მე-11 საუკუნის ბოლოსთვის საქართველო უკვე ანგარიშგასაწევ სამეფოდ ჩამოყალიბდა. მეფე დავითის, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ერთგული მოხელეების მეშვეობით ქვეყანამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოღალატე ურჩი ფეოდალები საკადრისად დაისაჯნენ. თურქ-სელჩუკთა იმპერიაში ატეხილმა შიდა ომმა მარბიელი ლაშქრობები მინიმუმზე დაიყვანა, რის შედეგადაც მთებში გახიზნული მოსახლეობა ბარში დაბრუნებას იწყებდა. სამეფო კარი ნათლად აცნობიერებდა სამხედრო რეფორმების გადამწყვეტ მნიშვნელობას და ამ პროცესს გეგმა ზომიერად შეუდგა. დავითის ხელმძღვანელობით დაიწყო ერთგული და გამოცდილი მეომრების თავმოყრა, რომლებზეც შემდგომ ჩამოყალიბდა მეფის მუდმივი, დისციპლინირებული პირადი გვარდია. მცირე, მაგრამ ეფექტური სამხედრო ბირთვი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოქმედებაში უშუალოდ მეფეს ახლდა. დავითმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გვარდიის ორგანიზებას, გაძლიერებას, შეიარაღებას, გაწვრთნას, გადაადგილებასა და მომარაგების მოწესრიგებას. მეფის სურვილი იყო, რომ გვარდია გამხდარიყო სამეფო ლაშქრის ელიტური კავალერია. თავდაპირველად, გვარდიის რაოდენობა მცირე იყო და როგორც ჩანს, 1000 მეომარსაც არ აჭარბებდა. თუმცა დროთა განმავლობაში გვარდიის რიგები გაიზარდა. მას უერთდებოდნენ როგორც მეფის ერთგული ქართველები, ასევე უცხოელი და ტყვეობიდან დახსნილი მებრძოლები, რომელთა სამხედრო გამოცდილება სამეფო სამსახურში გადმოდიოდა. გვარდიის შენახვისა და ფუნქციონირების ყველა ხარჯს, შეიარაღებას, ცხენებით მომარაგებას, სამხედრო აღჭურვას, გადაადგილებასა და კვებას სრულად ქვეყნის ხაზინა იღებდა საკუთარ თავზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო თურქ-სელჩუკებს პირვანდებულად უხდიდა ყოველწლიურ ხარკს. მეფე და სამეფო კარი მოთმინებას იჩენდნენ იქამდე, სანამ შესაფერისი დრო და ვითარება არ გამოჩნდებოდა. ამგვარი გარემოება მე-11 საუკუნის მიწურულს ევროპაში დაწყებულმა დიდმა გეოპოლიტიკურმა პროცესმა შექმნა. რის შემდეგაც დადგა დრო, როდესაც მეფე დავითს საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობა უნდა აღედგინა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც მომდევნო მე-4 საუკუნის განმავლობაში ქართველებსა და თურქ-სელჩუკთა ძალებს შორის უწყვეტ, მძიმე და სისხლიან დაპირისპირებად ჩამოყალიბდა. მეორე ნაწილის დასასრული.